ყოველდღე ვხედავთ ათობით საქმეს საქალაქო სასამართლოში, სადაც მოქალაქეებს ასამართლებენ გზის გადაკეტვის გამო. ერთ-ერთი მოქალაქე არის გიორგი ტუმასიანი, რომლის პროცესიც იქნება ხვალ. მას ორ ეპიზოდზე ედავებიან გზის გადაკეტვას 8 და 9 იანვრის საქმეზე, თუმცა ტუმასიანიც ამ შემთხვევაში ავრცელებს ვიდეო ჩანაწერს და ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ ის დგას რუსაველის გამზირზე, თუმცა როგორც ტუმასიანი ამტკიცებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი საწინააღმდეგო ვიდეო მტკიცებულება ან ფოტომასალა არ აქვს, რომელიც დაადასტურებს, რომ არასაკმარისი იყო ხალხის რაოდენობა, რომელმაც პირველ რიგში რუსაველის გამზირი გადაკეტა, ან ასევე ტუმასიანი იღებდა გზის გადაკეტვის მომენტში მონაწილეობას. როგორც მოქალაქე ამბობს, ის უკვე გადაკეტილ რუსთაველზე მივიდა და იქ შეუერთდა აქციას. შესაბამისად, გაუგებარია, რაც ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გარდა ამისა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებამ იცის, რომ ძალიან ბევრი კამერა დაამონტაჟა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს კადრები აქვს სწორედ უწყებას წარმოდგენილი სასამართლოში, როგორც ტუმასიანი ამბობს, საკმაოდ მაღალი გარჩევადობის არის ეს კამერა, რაც მისი ვარაუდით შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართულ ოცნებას აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თვითონული მოქალაქე გააკონტროლოს და ის ფიქრობს, რომ ამ ვიდეო ჩანაწერებს სწორედ მოქალაქეების დასაშინებლად და დასაშანტაჟებლად გამოიყენებენ ისინი. ჩემს წინააღმდეგ არის გახსნილი ორი ადმინისტრაციული საქმე 8 და 9 იანვრის შესახებ, რომ ჭყალებში გადავკეტე გზა რუსთაველზე. ამის მტკიცებულება წარმოდგენილია ფოტო და ვიდეო მასალა. კამერების მეშვეობით ახდენენ იდენტიფიცირებას ყველა მანიფესტაციის მონაწილის, რაც მაძლევს ვარაუდს თქვა, რომ ეს უკვე ემსგავსება ჩინეთში არსებულ ციფრულ საკონცენტრაციო ბანაკს, სადაც გეტოს, სადაც ციფრული აი ამ კამერების, ხელოვნური ინტელექტის კამერების მეშვეობით მოქალაქეებზე კონტროლი ხდება.